გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ გაყოფადობის ნიშნებზე. ესე იგი, ჩამოვაყალიბოთ ნატურალ რიცხვების გაყოფადობის ნიშნები. ზოგადად რას ნიშნავს ეს გაყოფადობის ნიშანი? შეგახსენებთ, რომ ეს არის წესი, ის განმარტება, ის თვისება, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივხვდეთ მოცემული რიცხვი იყოფა თუ არა რაიმე სხვა რიცხვზე უნაშთოდ. ამის გარკვევის საშუალებას გვაძლევს გაყოფადობის ნიშანი. ვიდრე დავიწყებდეთ სხვადასხვა ციფრებზე გაყოფადობის ნიშნებს, ჯერ შეგახსენებთ, რომ ნატურალ რიცხვებში არის ორი დიდი ჯგუფი, ასე რომ ვთქვათ, ესაა ლუცი და კენტი. ლუცი ციფრები არის 0, 2, 4, 6, 8. ალბათ გაგიგვირდებათ, რომ 0 ნატურალ რიცხვებში არ შედის, მაგრამ ლუცი ციფრად არის ჩათვლილი. ესე იგი 0, 2, 4, 6, 8 ეს არის ლუცი ციფრები. მივაწეროთ ლუცი. ხოლო 1, 3, 5, 7 და 9 ეს არის კენტი ციფრები. კენტი ციფრები. ეხლა დავიწყოთ კონკრეტულად გაყოფადობის ნიშნები. მაგალითად, დავიწყოთ ორიანით, ანუ რომელი რიცხვები იყოფა 2-ზე. 2-ზე იყოფა ის რიცხვი, რომელიც ბოლოვდება ლუცი ციფრით. ანუ რომლის ჩანაწერი ბოლოვდება ლუცი ციფრით. ბოლოვდება ლუცი ციფრით. მაგალითად ეს არის აი თქვათ 546. ვინაიდან ბოლოში გვაქვს 6-იანი და 6-იანი არის ლუცი ციფრი, ესე იგი ეს რიცხვი გაყოფის გარეშე შეგვიძლია დაარწმუნებით ვთქვათ, რომ უნაშთოდ გაიყოფა 2-ზე. რამხელაც არ უნდა იყოს, რა დიდი ჩანაწერიც არ უნდა გქონდეს რიცხვს, მაგალითად 1, 2, 3, 4, 5, 7 და 8 იყოს ასეთი რიცხვი, მაგალითად 1,234,578 უნაშთოდ გაიყოფა 2-ზე, ვინაიდან ბოლოვდება ლუცი 8-იანით. ხოლო აი მაგალითად 793 არ გაიყოფა 2-ზე, ვინაიდან ბოლოში გვაქვს კენტი ციფრი, ესე იგი ეს 2-ზე არ გაიყოფა. აქვე დავძინოთ, რომ როდესაც რიცხვი იყოფა რაიმე რიცხვზე, ჩაწერენ ხოლმე აი ასე, აი თქვათ A იყოფა B-ზე. ესე იგი 3 წერტილი, ასე ვერტიკალურად მდებარე 3 წერტილი, ეს ნიშნავს, რომ იყოფა და აქ არ გვაინტერესებს პასუხი რა არის. ანუ რომ შევადაროთ, ესე იგი A გავყოთ B-ზე, ეს არის უკვე მოქმედება, მათემატიკური მოქმედება, რომელშიც გვაინტერესებს რა არის პასუხი. რას მივიღებთ შედეგად. ხოლო აი ეს ჩანაწერი, უბრალოდ გვეუბნება, რომ A იყოფა B-ზე და მორჩა. ესე იგი მეტი აქ საჭირო არაფერი არ არის. ეხლა გავაგრძელოთ 3-ზე. 3-ზე იყოფა ის რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამიც იყოფა 3-ზე. ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე. აი მაგალითად დავწეროთ ასეთ რიცხვი 7, 5, 6, 756. ან თუ შევკრივავთ ციფრებს, აი 7-იანი, 5-იანი და 6-იანი, თვითონ ციფრულ ჩანაწერს ამ რიცხვში 7 და 5 12, 12 და 6 18 და 18 ვიცით რომ იყოფა 3-ზე, ესე იგი 756-იც უნაშთოდ გაიყოფა 3-ზე. ხოლო თუ ჩვენ დავწერთ აი მაგალითად 4, 5 და 8, აი 4 და 5 შევკრიბოთ, ეს არის 9, 9 და 8 არის 17, 17 3-ზე არ იყოფა და ესე იგი ეს რიცხვი 3-ზე არ გაიყოფა, გადავშალოთ. მაგისადმე დავიმახსოვროთ, ანუ 2-ზე იყოფა ის რიცხვი, რომელიც ბოლოვდება ლუცი ციფრით, ხოლო 3-ზე იყოფა ის რიცხვი, რომელიც ციფრთა ჯამიც იყოფა 3-ზე. გავაგრძელოთ ახლა რა ხდება 4 შემთხვევაში. დავწეროთ 4-ზე იყოფა ის რიცხვი, რომლის ბოლო 2 ციფრისგან შედგენილი რიცხვი იყოფა 4-ზე. აი ნახეთ, დავაკვირდეთ 4-ზე იყოფა ის რიცხვი, რომლის ბოლო 2 ციფრი ჩაწერილი რიცხვი, ბოლო 2 ციფრი ჩაწერილი რიცხვი იყოფა 4-ზე. აი მაგალითად გეტყვით, თქვათ 7, 3, 4,
ანუ 7348 იყოფა 4-ზე. ანუ ბოლოში გვაქვს 48 და 48 4-ზე იყოფა და ამიტომ 7348-ს გაიყოფა 4-ზე. ნუ ასევე ვთქვათ 1 2 4 6 4 12464, ვინაიდან ბოლოში გვაქვს 2 ციფრი ჩაწერილი 64, 64 უნაჟდოდ იყოფა 4-ზე, ესე იგი 12464-ს გაიყოფა 4-ზე. ხოლო თუ ავიღებთ მაგალითად 123-ს, მაგალითად ეს 4-ზე არ გაიყოფა, ვინაიდან 23-ით ბოლოვდება და 23 არ იყოფა 4-ზე, ანუ ეს რიცხვი 4-ზე არ გაიყოფა. ესე იგი დავამახსოვროთ 4-ზე იყოფა ის რიცხვი, რომლის ბოლო ორი ციფრით ჩაწერილი რიცხვი იყოფა 4-ზე. გავაგრძელოთ 5-ზე იყოფა ის რიცხვი, რომელიც ბოლოვდება 0-ით ან 5-ით. ესე იგი 0-ით ან 5-ით, რომლის ჩანაწერი ბოლოვდება 0-ით ან 5-ით. რომელი არის ნებისმიერი რიცხვი ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ, მაგალითად 729 დავწეროთ. ესე იგი 729 და ნუ 0-იანს თუ მივუწევთ, გამოვა 7290, ეს იყოფა 5-ზე, ვინაიდან ბოლოვდება 0-ით. ასევე 1 3 4 5, ანუ 1345-იც გაიყოფა 5-ზე, თავისთავად, ვინაიდან ეს ბოლოვდება 5-იანით. გადავიდეთ 6-ზე. ესე იგი 6-ზე იყოფა x რიცხვი, რომელიც ბოლოვდება ლუწი ციფრით და ასევე მისი ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე. ესე იგი ბოლოში უნდა იყოს ლუწი ციფრი, ბოლოვდება ლუწი ციფრით და ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე. იყოფა 3-ზე. ესე იგი ორივე ერთდროულად უნდა მოხდეს. ანუ ბოლოვდება ლუწი ციფრი რას ნიშნავს? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ 2-ზე იყოფა. ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე, რას გვახსენებს? ეს გვახსენებს იმას, რომ 3-ზე იყოფა. ესე იგი გამოდის, რომ უნდა შესრულდეს ორივე პირობა. ესე იგი თუ რიცხვი იყოფა 2-ზეც და 3-ზეც, მაშინ ის გაიყოფა 6-ზე. ნუ მაგალითად თქვათ 426, ვინაიდან ბოლოვდება ლუწი ციფრით და ციფრთა ჯამი იყოფა, ნახეთ, 4 და 2 და 6, რო შევკრიბოთ არის 12, 12 იყოფა 3-ზე, ესე იგი 3-ზეც იყოფა, 3-ზეც იყოფა ეს რიცხვი, 2-ზეც იყოფა, ვინაიდან ბოლოვდება ლუწი ციფრით და გამოდის, რომ მთლიანად 426 იყოფა 6-ზე. აი ეს არის 6-ზე გაყოფის წესი. გავაგრძელოთ. ასევე დაგჭირდება თქვენ ძალიან საინტერესო არის 8-ზე გაყოფის წესი, აუცილებლად დაგჭირდება სასკოლო მათემატიკის კურსში, ეს არის 8-ზე გაყოფის წესი. 8-ზე იყოფა ის რიცხვი, რომელიც ბოლოვდება 3, რომლის ბოლო 3 ციფრიც იყოფა 8-ზე. ანუ გავს 6-იანს, ნახეთ, 6-იანზე თუ გჭირდებოდა ბოლო 2 ციფრი, 8-იანზე დაგჭირდება ბოლო 3 ციფრი. აი მაგალითად 1 2 7 2 და 0, აი 12720. თუ დავაკვირდებით, რომ ბოლო 3 ციფრი არის 720, 720 იყოფა 8-ზე და მასშტაბები მთლიანად 12720-იც გაიყოფა 8-ზე. შემდეგ 9-ზე იყოფა ის რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამიც იყოფა 9-ზე. ციფრთა ჯამი იყოფა 9-ზე. ანუ რომელი თუ გავიხსენებთ, გავს 3-იანის გაყოფადობის წესს. აი მაგალითად ავიღოთ 7 2 3 6, ანუ 7236. შევკრიბოთ ციფრები 7 და 2 9, 9 3 12 12 და 6 18, ვინაიდან 18 იყოფა 9-ზე, მასშტაბები 7236-იც გაიყოფა 9-ზე. ანუ მიაქციეთ ყურადღება, აქ გჭირდება ის, რომ ციფრთა ჯამი უნდა გაიყოს 9-ზე და 3-იანის გაყოფადობის დროს გჭირდება, რომ ციფრთა ჯამი უნდა გაიყოს 3-ზე. და 10-ზე იყოფა ის რიცხვი, რომელიც ბოლოვდება 0-ით და მორჩა მარტივია, თუ 1 0 მაინც აქვს ბოლოში, ეს რიცხვი 10-ზე გაიყოფა. ანუ მაგალითად 3 4 0 340 გაიყოფა 10-ზე
უნაშტოდ ასევე თავისთავად 6, 7, 2 და 2, 0, 6700-იც გაიყოფა 10-ზე თავისთავად უნაშტოდ და რამდენი ნულიც არ უნდა დავწეროთ, ესე იგი უნაშტოდ გაიყოფა მოცემული რიცხვი 10-ზე. და ერთიც მოვიყვანოთ 11-ზე გაყოფადობის წესი. 11-ზე გაყოფადობას ასეთი საინტერესო თვისება აქვს. 11-ზე იყოფა ის რიცხვი, რომლის კენტ ადგილზე მდგომი ციფრების ჯამი და ლუც ადგილზე მდგომი ციფრების ჯამი ერთნაირია, ან განსხვავდება ერთმანეთისგან 11-ის ჯერადით. ახლა ცოტა რომ გავშალოთ ახლა ეს. ავიღოთ ასეთი რიცხვები, ვთქვათ 2, 5, 8 და აქ 9 და 6. აი მაგალითად დავწეროთ 29568. ეხლა რა ვთქვი მე ზემოთ, ანუ კენტ ადგილზე მდგომი ციფრები რომელია? ნახეთ, პირველი ადგილი, ორიანი, მესამე ადგილი, მეხუთე ადგილი. ანუ კენტ ადგილზე მდგომი ციფრები არის 2, 5 და 8. თუ შევკრიბავთ 2-ს, 5-ს და 8-ს, მივიღებთ 15-ს. ახლა ავიღოთ ლუც ადგილზე მდგომი ციფრები, ანუ 9-იანი და 6-იანი. ნახეთ, მეორე ადგილზე და მეოთხე ადგილზე თუ შევკრიბავთ 9-ს და 6-ს, ასევე მივიღებთ 15-ს. ვინაიდან მათი ჯამები დაემთხვა ერთმანეთს, ანუ კენტ ადგილზე მდგომი და ლუც ადგილზე მდგომი ციფრების ჯამი დაემთხვა ერთმანეთს, ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მოცემული რიცხვი იყოფა 11-ზე უნაშტოდ. თქვენ შეგიძლიათ ეს შეამოწმოთ თავადაც.